ძალიან ცოდვა პატიოსანი კაცი და მცოდნე. აი მეგეთის დაბეჭდილება მქება, რომ პატიოსანის კაცის საქმე ძალიან ცუდად არის. ეხლა მე ვამჩნევ იმას, რომ ერთი წყება მიდის ფუფუნებაში, მეორე წყება იძირება. ღმერთმა გაანათლოს სპარსელი ფილოსოფოსი ომარ ხაიამი დააკვირდით 1048 წელს დაიბადა. იცოდა მათემატიკა, იცოდა ასტრონომი იყო და ასტროლოგი. და ამავდროულად წერდა ლექსებს. რადგან ჩვენ დროში არ ვიფასობს ჭკუაგონებით, ოღონდ უგნური ნებიურობენ ქვეყნის ქონებით. მომეცი ღვინო ისეთი რომ ჭკუა წამართავს, ბედი მომხედავ დაუთუოთ მოვეწონები. ეს გაავიმას რომ იყო სამართალი მაშინ არა ყოფილა. ღმერთმა გაანათლოს ილია ჭავჭავზე 7-ში მივაკალით ჩვენი ხელით. ერისკაცი მამულიშვილი უგვირგვინო მეფე. მაგის ოთარამქრიმა რო ინატრა რკინის ქალმებს ჩავიცმევ და მაიც სამართალს ვიპოვიო. ერთ სიტყვით სამართალი არც მაშინ იყო არც ეხლა და თუ სამართალი არ დადგება ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე. 40 წელში გარდაიცვალა იეთიმ გურჯი. ბრმას რად უნდა მუზეუმში შაყვანა, ყრუს რად უნდა ოპერაში წაყვანა, ღორს რად უნდა ოქროს ტახტზე აყვანა, ვირს რად უნდა დეპუტატად გაყვანა. აი აქაც არის რომ ერთ სიტყვით მაშინაც ყოფილა ესეთი კადრების არჩევა და აემუგბედურობას ექნება სათავე ყოველთვის აქ სათავე და მანამ სამართალი არ დადგება. არავითარ შემთხვევაში ხალხს არაფერი არ ესველება. მადლობა.